აღიარების ძიებაში ქართული ოცნების წევრების მხრიდან გასაჯაროებული მილოცვების წირი ჩამონათვალი, რაც ბოლო 2 თვის განმავლობაში საზოგადოებამ იხილა, რამდენიმე ერთეულ შემთხვევაში გამომგზავნების მხრიდან საპასუხო წერილების საფუძველი გახდა და ახსნა განმარტებების. კითხვები საავტო ფონდის მხრიდან მილოცვასთან დაკავშირებულ ეროვნული ბანკის რელიზეც გაჩნდა და ამის მიზეზად IMF-ისგან ზოგადად უჩვეულო მოქმედება და ეროვნული ბანკის პოლიტიკასთან საავტო ფონდის კითხვებიც არის. ვინ მიულოცა საავტო ფონდიდან ნათია თურნავას, ამას არ ყვევდა ელენე კვანჭილაშვილი და რამდენად იყო ეს აღმასრულებელი დირექტორი. ამისთვის მიუმართეთ ეროვნულ ბანკს, რომ გაესაჯაროებინა მისალოცი წერილი, რომლის შინაარსი და მათ შორის ციტატაც ხელმისაწვდომი იყო საზოგადოებისათვის, თუმცა დოკუმენტი არ ვიცი, რამდენად მიიღო ამ მიმართვის შემდეგ ელენემ საღამოშვიდობის ელენე, გვაქვს თუ არა ეროვნული ბანკისგან პასუხი? ანა სალამი, დიახ, დღეს ვცდილობ რომ მივიქციო სების ყურადღება პირადად ოფიციალურად მიმართე, რომ აგვიხსნან თუ რატომ არ საჯაროვდება წერილი, რომელიც ნათია თურნავამ მიიღო, როგორც მათ თავად ვებგვერდზე უწერიათ IMF-ის აღმასრულებელი დირექტორისგან, რომელიც ჩვენი კვლევით და ამაზე დღეს დილით საქმიან დილაში უკვე დეტალურად მოუყევით ჩვენს მაყურებელს, აღმასრულებელი საბჭოს ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორია 25-დან სებმა დღის ბოლოს ეს პასუხი დაგვიბრუნა. წერილის სრული შინაარსის გასაჯაროების უფლება საერთაშორისო პროტოკოლის ნორმებიდან გამომდინარე არ გვაქვს. ამასთან კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ წერილი არის ოფიციალური. ჩემს შემდეგ კითხვაზე, თუ ქართულად და ინგლისურად დევს უკვე ამონარიდი ამ წერილიდან, მაშინ რატომ არ შეიძლება მისი სრული ვერსიის გაზიარებაც ეს პასუხი მივიღე. რაც შეეხება კითხვას, რატომ არ ითვლება დარღვევად წერილიდან ამონარიდის გასაჯაროება? მოგეხსენებათ, რომ თქვენი თხოვნაა წერილის სრული გასაჯაროება, რაც ეწინააღმდეგება პროტოკოლის ნორმების დარღვევას, ვინაიდან შეიცავს პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც მესამე მხარესთან შეთანხმების გარეშე ვერ გავასაჯაროვებთ. ჩემს შემდეგ კითხვაზე აპირებს თუ არა სები მესამე მხარესთან შეთანხმებას და წერილის საბოლოოდ გასაჯაროებას ამ ნაწილზე პასუხი ეთერში შემოსვლამდე არ მიმიღია. ჩემს შემდეგ კითხვაზე რაც ამბობს სები ამ განცხადებით საბოლოო ჯამში ულოცავს თუ არა IMF-ი როგორც ფონდი, როგორც ინსტიტუცია ნათია თურნავას ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშნვას, რაც დამეთანხმებით რომ კი ან არა პასუხს მოითხოვს, უბრალოდ მკაფიო პასუხი ვერც ამ კითხვაზე მივიღეს სანამ ეთერში შემოვიდოდი. ჩემს მიერ დამუშავებული ინფორმაცია ამბობს, რომ იმისთვის, რომ აღმასრულებელი საბჭოს მოსაზრება ან ხედვა მთლიანად ფონდის მოსაზრებად ან ხედვად ჩამოყალიბდეს, ამისთვის აუცილებელია ყველა დირექტორის ერთიანი პოზიცია, მხოლოდ ერთი ქვეყნის თუ ქვეყნის ჯგუფთა წარმომადგენლის პოზიცია ამისთვის საკმარისი არ არის. ფონდის რთული სტრუქტურიდან გამომდინარე, ამ ტექნიკური დეტალების გასარკვევად IMF-ის ადგილობრივ წარმომადგენლობასაც მიუმართე, მას შემდეგ, რაც სებმა პასუხი დამიბრუნა. დღეს IMF-ისთვის ოფიციალური დასვენების დღეა. რა განმარტებებს მივიღებთ უკვე ფონდისგან, ამას ჩვენს მაყურებელს აუცილებლად შევთავაზებთ და ანა მოკლე ჩართვის ბოლოს მინდა რომ ხაზი გაუსვა, რომ ეს საკითხი არის ნამდვილად მნიშვნელოვანი და ამ საკითხის გარკვევა, რადგან IMF-ის პოზიციაზეა დამოკიდებული ხშირად ყველა სხვა საფინანსო ინსტიტუტის დამოკიდებულებაც. ამიტომ თუ სები ირიბად თავად მიიჩნევს, რომ ნდობის პრობლემა ნამდვილად აქვს IMF-თან შეჩერებული პროგრამის ფონზე და შეგნებულად განსხვავებულად წარმოაჩენს რეალობას, ეს IMF-ის უპატივცემულობაც გამოდის ერთი მხრივ და მეორე მხრივ უფრო ღრმა პრობლემის სიგნალიც შეიძლება აღმოჩნდეს, აქედან მოდის ჩვენი мотиваციაც. ხო, და სიმართლის თქმა კიდე ყოველთვის მნიშვნელოვანია და გვახსოვს იმპიჩმენტებიც ჩვენთვის კარგად ნაცნობი ქვეყნების პრეზიდენტებისა ტყუილთან დაკავშირებით და არა მოქმედებებზე. მადლობა ელენე კვანჭილაშვილი საუბრობდა საქმის კურსის პირდაპირ ეთერში.